1001 ღამე. Შაჰრაზად. გისმენ? ღამე მშვიდობისა. ღამე მშვიდობისა. როგორ მოგეწონათ ბატონო ენგინ? რა ვიცი. განსხვავებული გემოაქვს. პირველად ვცვამ არომატიან ნალექიან ყავას. გემრიელია. მართლა ჩინებული გემოაქვს იფეკ, გმადლობ. შეგერგოთ. ყავაში ვინ ჩაგვიხედავს? მე ნუ მიყურებთ მკითხაობის არაფერი გამიგება. უკაცრავად. შაჰრაზად. თუ ოპერაცია კარგად ჩაივლის, მინდა ქაანი ვნახო. რა თქმა უნდა, მოვიყვან. ხომ შეგყვედით ხალბატონო ნადიდე? როცა გინდათ, მაშინ მოვიყვან. გმადლობ. შვიდობით, შაჰრაზად. მაპატიე თუ რამე გაწყენინე. მაპატიე. რას ამბობთ, ეს რა ლაპარაკია? რამდენი ღამის პერანგი ჩადე? 2. არ არის საკმარისი. არ ვიცი რამდენ ხანს გაჩერდება. ერთი კიდევ ჩადე. ეს ჯუსტები ჩავდო ხალბატონო ფიოსონ? ჩადე. იმედია ფეხზე ადგება. ბებია მოკვდება დედა. არა შველო. არა, გამოჯანმრთელდება. დედა გთხოვ არ მოკვდეს. კარგად იქნება ბორჯო. ბებია ჯანმრთელი დაბრუნდება. მაგრამ ახლა ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება. მისი თანდასწრებით არ იტირო. კარგი. კარგი. ნიმეთ. ყურადღებით იყავი. უმუც სიცხე უწევს ხოლმე. თუ გაზებმა შეაწუხა, ბალახები მოუხარშე და დაალევინე. კარგი. შვიდობით. კანი. ჩანთა მანქანაში ჩადე, ნუ გვემშვიდობებით. კარგი. შეიძლება ვეღარ დაუბრუნდე. ნიმეთ ბავშვებს მიხედე. დავედით, დედა. ვიცით რომ ეს დააქინაი საზღვარგარეთ არ გასულა, სადაცაა დავიჭერთ. პირადობის მოწმობა ხომ არ შეიცვალა. არა მგონი ასე ადვილი არ არის. ხალბი პასპორტის გაკეთება. ყველაფერი ავტომატიზებულია და კომპიუტერში რეგისტრირებული. დარწმუნებული ხართ რომ ისევ თურქეთშია? დიახ. ედაქინაის შესახებ კიდევ რამეს ხომ ვერ გაიხსენებთ? თუნდაც უმნიშვნელო მინიშნებას. რაც გაგახსენდებათ მითხარით. აუცილებლად. უკაცრავად. დიახ, გისმენთ. მანქანა აქ დავაყენე, მაგრამ ახლა აღარ არის. დიახ. პატარა სარემონტო სამუშაოები გქონდა. არ გვინდოდა რომ თქვენი მანქანა დაზიანებულიყო და ზემოთ დავაყენეთ. ახლა მოგიყვანთ. კარგი იქნება. ოღონდ ჯერ საყიდლებზე უნდა გავიდე. 9 საათში დავბრუნდები. კარგი. მგონი დედა და დახავდა. ნახევარდა. მოგაცრავად? ალო? ალო. ალო?
იმ მანქანის მეპატრონე გამოჩნდა ბატონო თურღულ. მანქანის მიყვანა მთხოვა. ახლა მანდ არის? სადღაც აქ უნდა იყოს. თუ მალე მოხვალთ დაიჭერთ. მანქანის სასახმაროდ მისულა. რასულელი ვარ. ალბათ ამდე ხანს რომ ეყინა ყურადღება მიიქცია. ტაქსი. მოდით. კომფორტული ოთახია არა დედა? რა მნიშვნელობა აქვს კომფორტულია თუ არა? ეს მაინც ავადმყოფოა. ეგთან იწნევას და სიცხეს გაგიზომავთ. მერე ქვემოთ ჩაგიყვანენ, ანალიზებს გაგიკეთებენ. რა ანალიზებს? წინა საოპერაციო ანალიზებია. ოპერაცია ხვალ არის დანიშნული. დიახ, ხვალ. ყველაფერი კარგად იქნება, ქალბატონო ნადიდე. მარტო იყო? დიახ. გითხრათ, სად მიდიოდა? არ უთქვამს. ზემოთ რომ სავაჭრო ცენტრია შევამოწმეთ მეთაურო. ეჭმიტანილი იქ არ არის. 2 საათი გავიდა. თითქოს ეჭვი არაფერზე აუღია, თქვა აუცილებლად მოვალო. არა. ალბათ მიხვდა რაც ხდებოდა. შაკირ, კიდევ ერთი ადამიანი დააყენე და უყარაულეთ. შეიძლება დაბრუნდეს. არის მეთაურო. თუ გამოჩნდება, იცი რაც უნდა გააკეთო. ვიცი მეთაურო. დავიდეთ. კარგი. ღმერთო ჩემო. სად შეიძლებოდა რომ წასულიყო? ვერაფერს ხვდები. თქვა მალე დავბრუნდებიო. არ ვიცი რა მოხდა. ალბათ ეჭვი გაუჩნდა. ალო ბატონო ნურ, რა ხდება დაიჭირეთ? სამწუხაროდ გაგვექცა. ხარაულისთვის უთქვამს პატარა საქმე მაქვს და დავბრუნდებიო. ალბათ მიხვდა. რა ხდება? კვალი დაკარგეთ? დიახ. მაგრამ არ ნერვიულოთ. ახლა ისეთი შეშინებულია. შეცდომებს დაუშვებს. ინფორმაციისთვის ვადობთ ბატონო თურღულ. დაგემშვიდობებით. გაქცეულა. იდიოტი. ჩემთვის მახის დაგება როგორ გაბედეს? მაკმა დაწყელოს. მანქანა დავკარგე. ალო, როგორ ხარ იხსენ? სასწრაფოდ საზღვარგარეთ უნდა წავიდე. უფრო რუსეთში. ასე არა. ყალბი პასპორტი მჭირდება. გამარჯობა. 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 გამარჯობა დურო. მამა ჩემი არ არის? მის კაბინეტში შედი და ახლა ვემოვა. კარგი. და აქაც.
გისმენ პირდებს. ბატონო ონურ, ბოდიში რომ გაწუხებთ, მაგრამ დღეს ნილუფერის დაბადების დღეა. მართლა? შაბათსაც გითხარით. ხო, მართალი ხარ. უნდა რომ წვერლება მოაწყოს. არა. დღეს სკოლაში მეგობრებთან ერთად აღნიშნავს. საღამოს უნდა რომ თქვენთან ერთად აღნიშნოს. ადრე დაბრუნდით, კარგი? რა თქმა უნდა. მადლობა რომ შემახსენე. კარგი ბატონო ონურ. და რაღაცებს მოვამზადებ. კარგი. პირდებს. ნილუფერ ჩემი სახელით რამე უყიდე. გთხოვ. მე ვუყიდო? ხო, მე დრო არ მაქვს. შენ მოაგორე ეგ საქმე, კარგი? დაღას მნიშვნელობა არ აქვს, ხომ იცი? კარგი ბატონო ონურ. როგორც გინდათ, ნახვამდის. ნახვამდის. აი აქ არის. კარგი. დანარჩენი თათრიზე განვეხილოთ. კარგი. მამა, მოვედი. იმედი არ ელოდები რომ კისერზე მოგეხვევი. არა, მაგას არ ველოდები. ძალიან მომინატრე. მოგენატრე? თუ გინდა რომ ტელეფონის ჩართვა მთხოვო. კარგი რა. მე შენ სანახავად მოვედი, შენ კი? ტელეფონის უზარმაზარი გადასახადი მოვიდა. გილოცავ. ესე იგი ესაა პრობლემა. შენთვის მარტივია რა? სკოლის მოსწავლე ხარ. სახლშიც გაქვს ტელეფონი. რატომ მომდის ტელეფონზე ამხელა გადასახადი? არ მესმის. ბევრი მეგობარი მყავს. დურო. წესერად ილაპარაკე. ყავა ხომ არ დავლიოთ შახრაზად? არა, გმადლობ. იფეკ. ხომ არ ჩხუბობენ? არა. ისე ლაპარაკობენ. ცოტა ხმამაღლა. ის ხომ განქორწინებული მშობლების შვილია, რა სიზამ? ფულს რომ გაძლევ, რატომ არ ყოფნის? იმაზე მეც ხარჯა ვიდრე მე. დედა შენმა მითხრა სკოლის ავტობუსს არ დაყვება, ტაქსი დადისო. კარგი მამა, ყველაფერი გასაგებია. ამიერიდან ავტობუსით ვივლე. ტელეფონითაც აღარ დავრეკავ, ჩემ მეგობრებს ხშირად აღარ ვნახავ, როგორც შენ გინდა ისე იქნება. მივქარი აქ რომ მოვედი. არ უნდა მოვსულიყავი. დურო მოდი აქ, დაჯექი. თავი დამანებე. დაჯექი მეთქი. მომისმინე. რამდენჯერ ვილაპარაკეთ მე და შენ. საქმე ფული არ არის. ცოტა მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინო. პასუხისმგებლობა? ნეტავ ეგრას ნიშნავს. მე ხომ განქორწინებული მშობლების შვილი ვარ. არავის უსწავლებია რა არის პასუხისმგებლობა. დურო კმარა. არ მოგვეძრდა ერთი და იმევეს ლაპარაკი. მომავალ წელს უნივერსიტეტში უნდა ჩააბარო. შენი ცხოვრება გექნება. კარგი, ჩაგირთავ ტელეფონს ოღონდ, ეს უკანასკნელად იქნება. თუ თვეში 50 ლირაზე მეც დახარჯავ, თვითონ გადაიხდი. 60 თუ თავხარჯე? დურო ნუ მევაჭრები. ეს უკანასკნელი იქნება, გასაგებია? შევთანხმდით? კარგი. კარგი ნაკეთობაა, იზარალებთ. არა უშავს, რამდენი ჩდება? რატომ ყიდით? ჩემი ქმარი სამსახურიდან გაათავისუფლეს. სხვა გზა არ მაქვს. მერტმა ხელი მოგიმართოთ. კრიზისმა ყველა ჩვენგანზე იმოქმედა. 9500. მეტი არ გამოვა. იქნება 10000 მომცეთ. იმაზე მეც გაძლევთ ვიდრე ღირს. კარგი. ოღონდ დროზე გამისტუმრეთ. ალო, იხსან. სად ხარ? მამა, გთხოვ. არ შეიძლება დურო, არ მინდა შენი ასაკის შეუფერებელი ვარსკვლობა კონდეს. ოდნავ შევიცვლეთ მის ფერს. სულ ოდნავ. შაჰრაზად, უთხარი რამე. მის ასაკში თმის მელირება შეიძლება? ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავ. კარგი რა. საღებავი ჯანმრთელობას ვნებს. ძალიან კარგი მცენარეული საღებავები არსებობს, ჯანმრთელობას არ ვნებს. ხედავ? შენ რა გესმის ქალური საქმეების? შენ მხოლოდ 17 წლის ხარ. დრო შეიცვალა, გოგონები ადრე ვითარდებიან. კარგი, რაც გინდა ის გაკეთე. რაც გინდა ისქენი. გმადლობ. აკლია. მხოლოდ ამდენი შევნა შევძელი. არ გამოვა. იხსან, მხოლოდ 500 აკლია. არ გამოვა მეთქე. ღმერთო ჩემო.
აიღე, $200-აა. შენ მეძველმანე ხომ არ გონი ვარ? ისან გთხოვ. ნუ თუ ჩემი ხათრი არ გაქვს. დავიღუპე. მანქანა დავკარგე, ერთი ქურუშიც აღარ მაქვს. კარგი იყოს. ფოტო წამოიღე. რუსეთის ვიზა უნდა იყოს, არ დაგავიწყდეს. რა თქმა უნდა. როდის იქნება მზად? პარასკევს. რას ნიშნავს პარასკევს? ამდენი დრო არ მაქვს. ამის გაკეთება ადვილი ხომ არ გონია, უნდა დაელოდო. მობილური ჩართული მაქვს. დამირეკე. ახლა წავედი. ისან მალე მჭირდება. კარგი დროებით. ამ ფერის თმა გიხდება. ნილუფერი სად არის? თავის ოთახშია იცვლის. ტორტი მოიტანე. მაცივარში შევინახე. კარგი. დალიეთ. რა არის? ამაღამ რომ კარგად დაიძინოთ. გმადლობ. ღამე მშვიდობისა. ღამე მშვიდობისა. წადით, თქვენი წასვლის დროა. ჩვენ აქ ვიქნებით, დედა. სისულელეს ნუ ამბობ ალიქემალ. აქ რა უნდა გააკეთო? კი, მაგრამ დედა, წადით. ბატონო ბურჰან, შენც წადი. მე კარგად დავიძინებ. წამალი ხომ დავლიე? რატომ არ გესმით ჩემი? წადით და ბავშვებს მიხედეთ. კარგი. თქვენ წადით. დილით ადრე მოდით. შენც წადი. ბატონო ბურჰან, წადი მეთქი. ამბობ წადიო, მაგრამ გონია შევძლებ შენს დატოვებას, ქალბატონო ნადიდე. მე აქ დავრჩები. სანამ საავადმყოფოდან არ გამოგწერენ, აქედან წასვლას არ ვაპირებ. გასაგებია? თქვენ წადით. წადით. კარგი დედა. დედა. ღამე მშვიდობისა, მამა. ღამე მშვიდობისა. კარგი, დილით ადრე მოვიდეთ. რას ამბობ ალიქემალ? დედა შენს დილით ადრე ოპერაცია უნდა გაუკეთონ. ამბობ სახლში წავიდეთ და დავიძინოთო? აბა რა ვქნათ? დავსხდეთ სადმე და გავათენოთ. წამოდი კაფეში ჩავიდეთ. კარგი. გინდა უკანასკნელად მომეფერო? რატომ უკანასკნელად? ხვალ გამჭრიან. მხოლოდ იქ, სადაც ოპერაცია უნდა გაკეთდეს. მე ისევ შეგიხორცლება. კეცინება? კარგი, დაიძინე. 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 დურო ძალიან მოეწონა. მის ადგილას მეც მომეწონებოდი, თუმცა ისედაც მომწონხარ.
ისმენ? გისმენ. მე ძალიან მომეწონა საყვარელი გოგო. აბა მე მკითხე. საყვარელი კი არა, ჯიუტია. ქალიშვილის მამობა ადვილი არ არის. გაიკეთა მელირება. გაიკეთა. მოუხდა? არ ვინახავს. შენ რომ არ გეთქვა, უფლებას არ მივცემდი. ნუ აზვიადებ, დიდი გოგოა. ჩემთვის სულ პატარაა. შაჰრაზად, გისმენ? შენ ჩემი ცხოვრება გაახალისე. ვერ წარმოიდგენ როგორ გამილამაზე არსებობა. ნომერი მიუწოდომელია. გათიშული აქვს. ისევ გათიშული აქვს. როგორ მოვიქცეთ ქალბატონო ფირდევს? გულჯან. იცი რა ვქნათ? საყვარელო გილოცავ დაბადების დღეს ძალიან მიყვარხარ. თითქოს მართლა შენ მიყიდე. Gidecek misin? მიდი ხარ? Bugün ამაღამ დარჩი. senden არ ვიცი რა გჭირს. çok güzel ცუდად მეკცევი. გაჩუმდი. ama yine de her მეძახი და მაშინვე გამოვრბი ვარ. Niye? რატომ? Niye? რატომ მოვრბი ვარ ყოველ შენს დაძახებაზე? ლილიპუტო. ლილიპუტო. მოდი. გულჯან სინათლე ჩააქრე. შვილო მოდი ხარ? მოვდივარ. ნილუფერ. ნილუფერ. შუქიანთეთ. ნილუფერ. შვილო. ნილუფერ. შვილო. ნილუფერ. ნილუფერ. ნილუფერ რა მოგივიდა? Gönlümle baş başa düşündüm demin. Artık bir sihirsiz nefes gibisin. Şimdi ta içimde bomboş kalbimin akisleri sönen bir ses gibisin. Maziye karışıp sevda yeminim bir anda unuttum seni eminim.
kalbinde kalbine yok bile kinin bence artık sende herkes gibisin. Her şey ყველაფერი კარგად არის, ქალბატონო ნადიდე. ექიმი მალე მოვა. Tamam kızım. კარგი შვილო. Burhan ბატონო ბურხან, şimdi beni ახლა კარგად მომისმინე. eğer თუ რამე დამემართება, არ გინდა. ქალბატონო ნადიდე. sana ბავშვებს შენ გაბარებ. Füsun evi ფიუსონი კარგი დიასახლისი იქნება, მაგრამ შენ მაინც ყურადღებით იყავი. Ali Kemal ალი ქემალს მეტი თავისუფლება მიეცი. onun gücü o kadar ისედაც სუსტია. evladım რა ვქნათ, ჩვენი შვილია. ყველაფერი კარგად იქნება, ქალბატონო ნადიდე. ყველაფერი კარგად იქნება. Burhan ბატონო ბურხან, თუ ცოტათი მაინც გიყვარ ვარ. არაფერი მითხრა. masada შეიძლება ვერ გადავრჩე. hayat ასეთია ცხოვრება. bıraktı kum დამასრულებინე ლაპარაკი. Şehrazat'ın მომისმინე. üstünden შაჰრაზადს ყურადღებას თუ არ მიაქცევ, იცოდე ძალიან მეწყინება. მის გვერდით იყავი. gözünü შეიძლება არ მოისურვოს, მაგრამ შორიდან იზრუნე მასზე. კანს ყურადღება მიაქციე. kalsın. უყურადღებო დარდატოვო. ქალბატონო ნადიდე, გთხოვ? არ გინდა. კარგი. წავიდეთ. ფრთხილად? ფრთხილად. ბატონო ბურხან, Kendini თავს გაუფრთხილდი. söz პირობა მომეცი. კარგი. გეყოფა. ნუ მეუბნები ასეთ რამეებს. ameliyat თუ ვერ გადავრჩი, ალკოჰოლს არ მიეძალო. bak გაფრთხილებ. ერთი ჯიქაც არ დალიო. ბებია, დედა, ბებია. დედა, ქალბატონო ნადიდე. გელოდებით არ დაგავიწყდეთ. დაგვირდი რომ ძლიერი იქნები. გპირდები. მეც ვეღარ გაყვებით ბატონო ბურხან. კარგი. ეშმაკმა დაлахროს. Günaydın. დევამშვიდობისა. Ne bu telaş? სად გარბი ხარ? გუშინ ჩემი შვილის დაბადების დღე იყო. Tebrik ederim. გილოცავ. Beni aramayı ihmal ესე იგი არც მე უნდა გავბრაზდე, როცა ჩემთან დარეკვა გავიწყდება. სად არის ჩემი ტელეფონი? Bilmem. არ ვიცი. Arabada მანქანაში ხომ არ დაგრჩა. დროებით. gitmeden წასვლამდე არ მაკოცებ? შენი აზრით ჩვენს ურთიერთობას რა ქვია, ემელ? სიყვარული? ჩვენ მხოლოდ სექსი გვაქვს. მხოლოდ სექსი. მორჩა. ნუ ცდილობ ჩემ ცხოვრებაში შემოძრომას. kabalaşmaz. მადლობელი დაგრჩები თუ არ იუხეშებ. ბუკეტისთვის ხომ არ გითქვამს? ხოჭახ, კარგი გოგო ხარ.
ბიძე ბურჰან, ჭამა არ მინდა განი, გმადლობ. არც მე მინდა, მაგრამ შენ რომ გაიკეთებ ოპერაციას. ეიდანადიდე აუცილებლად შეჭამს რომ ფეხზე მყარად იდგეს. ხო ჩაღგანი. შეჭამდა არ გითხამს. შეჭამსო, ასე თქვი. ბურჯუ, მოდი კაფეში ჩავიდეთ. ხომ იცი რომ ქალბატონი ნადიდე სიცოცხლეს ემეტად მიყვარს. ჩვენ შორის პირველი ის თუ მოკვდება, ძალიან დავიტანჯები. მაგრამ მე თუ მოკვდები, ვიცი ის დაიტანჯება. ამიტომ მინდა რომ ორივემ ვიცოცხლოთ და ერთმანეთის უბედურებას არ მოვესწროთ. სად არის? ზემოთ, წინავს. შვილო. შვილო მაპატიე. თქვენთან ერთად უნდოდა საღამოს გატარება. რომ არ მოხვედით, ყველას დავუძახე. გულჯანს, ჩვენს დაცვას, ბატონი რიფათის სახლში რომ ძიძა, მას, მათ დამხმარეს ზუჰალს, ზუჰალიშვილს. ყველანი მოვიდნენ. ყველა მოვიდა, რომ დაბადების დღეზე მამამისისგან დავიწყებული გოგონა ენუ გეშებინა. პირდებს. ვიცი ისევ მეტყვით, რომ ზედმეტი მომდის. მიდით მითხარით. ერთ სიტყვასაც თუ მეტყვით, გეფიცებით, ჩემოდანს ხელს მოვკიდებ და წავალ. პირდებს. პირველად არ მაგდებთ სახლიდან. გმარა ნუღარ ლაბარაკობ. ისედაც ნერვები მაქვს მოშლილი. იმიტომ რომ თავს იდანაშაულებთ, ბატონო ანურ. ტორცმაცივარში შევინახავ. რომ გაიღვიძებს იქნებ, მაშინ მაინც ჩააქროს სანთლები.
ექთანო, ოპერაცია დასრულდა. ჯერ არ დასრულებულა, ისევ გრძელდება. ყველაფერი კარგადაა? ამდენ ხანს რატომ გაგრძელდა? ყველაფერი კარგად არის, ნუ ნერვიულობთ. კიდევ დიდხანს გაგრძელდება? გთხოვთ, მოთმინება გამოიჩინეთ. ჭიმულ ამაზო. კალბატონ ნადიდეს რამე თუ დაემართა, ეს სახლი ჩვენთვის ჯოჯოხეთად იქცევა. გაჩუმდი რას ამბობ? ბატონი ბურხანი ტკივილს ვერ გაუძლებს და მოკვდება. გაჩუმდი რეებს ლაპარაკობ. მერე ჩვენს გაგუშვებენ. აი შეახლა ძალიან გავბრაზდები. ნახე ბაჭი არ ასაკეთებს? დაჯეგი, პირდებს. შაჰრაზად ძალიან უყვარდა აღჯდომა და ზღვის ხურება. ამ სახლის ყველა კუთხეში ისმელანდება. ძალიან მიჭირს აქ მის გარეშე ცხოვრება. ღამეს სხვაგან რომ მათებთ, მაშინ აღარ გახსოვთ ქალბატონი შაჰრაზადი. ო. ვცდილობ საკუთარი თავი დავივიწყო. გესმის ჩემი? როცა საკუთარ თავს ვივიწყებ, ისიც მავიწყდება. არ ვიცი როგორ მოვიკრიბო ძალები. მის გარეშე ცხოვრება როგორ უნდა გავაგრძელო, ვერ წარმომიდგენია. შაჰრაზად, ხის მასალების დისკი არ გინახავს? შიგნიდებს მაგიდაზეა. გმადლობ. შაჰრაზად შვილო. გამარჯობა. ქალბატონი ნადიდე გამოიყვანეს. ჯერ არა შაჰრაზად. უკვე რამდენი საათია ოპერაცია გრძელდება, შეიძლება გავგიჟდე. ექიმ ახონთქვა ოპერაცია დიდხანს გაგრძელდებაო. ო, მაგრამ კარგი, მოგვიანებით კიდევ შეგახმიანებით. შაჰრაზად, შვილო სათხარ. ძალიან მინდა შენი ნახვა. ნახვამდის ბატონო ბურხან. რა ლამაზი დღეა. რა ლამაზი დღეა. გილოცავთ დაბადების დღეს ნილუფერ. იმიტომ რომ დღეს ნილუფერის დაბადების დღეა. ჩაკრე. მიდი შვილო. შეუბერე თორემ? შეუბერე თორემ მე ჩავაკრობ. მოდი ერთად ჩავაკროთ. 1 2 3 ხო ჩახ ჩემო საყვარელო. გილოცავ დაბადების დღეს. აბა ვნახოთ როგორი გემოაქვს. ხელებს ნოუსვამთ. ახლავე დავჭრი. ღმერთო. ჩემზე გაბრაზებული ხარ? საჩუქარიც კი არ გეყიდია. ნეიდა პირდებს მომიყიდა. მართალი ხარ, ბოდიშს გიხდი. ბოდიში. მოგეწონა ფეხსაცმელები?
არა. ამიტომ ჩაიცვი შაჰრაზადის ფეხსაცმელი. არა. ერთხელ მითხრა რომ გაიზრდები შენს ქუსლიან ფეხსაცმელებს ჩაიცვამო. და შენც ერთი წელი მოგემატა, არა? ძალიან მომენატრა. მეც შვილო, მეც. მეც მომენატრა. დურო. დურო. ღმერთო ეს მუსიკა ჭკუიდან შემშლის. ხო, კარგი. დურო. მერე დაგერეკავ. კარგად. საკმარისია რამდენი ხანია გეძახი. დედა, რამდენჯერ გითხარი დაკაკუნების გარეშე არ შემოხვიდე მეთქი? რომ დავაკაკუნო უცებ არ გაიგონო. რამ ხელახმაძე გაქვს ჩართული? ნახე ოთახი რა არეულია. წამოდი. საჭმელი მზად არის. ეს რა ჩანთებია კვირის ბოლოს მამა შენთან უნდა წახვიდე? არა, აბანჩი მივდივარ მეგობრებთან ერთად. მე და შენ ამაზე ველაპარაკეთ. არსად არ წახველ. ხო მითხარი შეგიძლია წახვიდეო? არ მithქვამს? დედა, ასე თუ მოიქცევი ვერაფერს მიაღწევ. წამოდი, საჭმელი მზად არის. არ მშია. როგორც გინდა. გამოიყვანეს. დედა, ბებია, ქალბატონო ნადიდე. ქალბატონო ნადიდე, ხომ კარგად ხარ? ბეძებურჰან, კარგად ხართ? ოპერაციამ კარგად ჩაიარა. სიმცირნე ამოვკვეთეთ. ბათანადო მის განყოფილებაში გავაგზავნეთ. ქალბატონი ნადიდე ახლა ინტენსიური თერაპიის ბალადაში გადაგყავს. რამდენიმე დღე იქ დარჩება. ხომ თქვი არ მშიაო? უცებ მომშივდა. მგონი მათ შორის რაღაც ხდება. ვისა და ვის შორის? მამა ჩემსა და შაჰრაზად შორის. შაჰრაზადი ვინ არის? არქიტექტორია. მამა ჩემის ოფისში დაიწყო მუშაობა. კარგი. 2 კვირა ივლის და მიატოვებს. ამჯერად სერიოზულად არის საქმე. ხო, ისევე როგორც წინა ურთიერთობისას. ძალიან ლამაზი ქალია, თვალს ვერ მოწყვეთ. ქალბატონო ნადიდე. მადლობა ღმერთს, კარგად ხარ. ალი კემალ, ისმენ მამა. სკამი მომიტანე. სკამი. აქ დაждები? თითქოს ძინავს. მართლაც ძინავს, მამა. ღვთისნებით მალე გაიღვიძებს. დაჯექი მამა. თქვენ წადით. ხვალს აღამოს? ხო, დურუსაც წამოვიყვან. მე კი ქანს წამოვიყვან, ერთმანეთს გაიცნობენ. ნახოთ როგორ მოეწონებათ ერთმანეთი. მთავარია მე მოვეწონო ქანს. მოეწონები, რატომაც არა. შეიძლება იეჭვიანოს. არ ვიცი როგორ შევაყვარო თავი. ვინც ხარ ის იყავი. იმედი არ ელოდები რომ მაშინვე შეგიყვარებს. ველოდები.
მინდა რომ მაშინვე შემიყვანოს და შემეგულოს. დედა, ახლავე მოვალ შვილო. ერთი წუთით. უკვე დაიწყო ჭირველობა. არა. ერთად უნდა ვიმეცადინოთ, ამიტომ ეძახის. კარგი, მაშინ იმეცადინეთ. ხვალ საღამოს დაგირეკავ. კარგი. მომისმინე, რამის თქმა გინდა? ვფიქრობ. ყოველდღე რომ გითხრა, მიყვარხარ მეთქი. მოგვეზრდება? არა, არ მომბეზრდება. კარგი. ღამე მშვიდობისა. ღამე მშვიდობისა. ოჩახშვილო, რა კარგად მოგიმზადებია დავალებები. მაშინ დავიძინებ. კან. მოდი ისე ვილაპარაკოთ, როგორც დიდებმა. კარგი ვილაპარაკოთ. ბიძი ენგინმა ხვალ ვახშამზე დაგპატიჟა. მისი შვილიც იქნება დურო. რა სიტყვი? მითხარი. უნდა დაქორწინდეთ? ხო. რატომ? რომ მამა აღარ დაქორწინდა შენზე? მე ვიძინებ, ხვალ მათემატიკა მაქვს. კან. სხვას არაფერს მეტყვი? კარგი. მამა უნდა დავუძახო? თუ არ გინდა არ დაუძახო. არ მინდა. მამა, გთხოვ დაიძინე. ფერი აღარ გადას სახეზე. უკვე წავთვლი მეშვილო, ნუ ნერვიულობ. კარგად ვარ. მამა, ახლა მე დავრჩები დედასთან. თქვენ წადით საქმეებს მიხედეთ. განიც წაიყვანე. მე და ფიოსონი დავრჩებით აქ. მაგრამ მამა, საქმეს მიხედე შვილო. წადი. წავიდეთ. ისე მოვალთ. კარგი. მინდი შვილო, საღამოს ვახშამზე უნდა წავიდეთ. ბევრი სამეცადინო თუ მექნება, ვერ წამოვალ. მაშინ ადრე წამოვიდეთ. კარგი. გული გამიხეთქი, აქ რას აკეთებ? მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს. რატომ? ღელავდი. ხომ თქვი ხანს დაველაპარაკებიო, რა თქვა? კანს ველაპარაკე. მკითხა აუცილებელია მამა დავუძახო. ენგინი რომ დავიძახოს, ესეც საკმარისი იქნება. მოდი, ცოტა გავიაროთ. თუ არ გინდა რომ მამა დაუძახო, მაშინ ნუ დაუძახებ მეთქე ვუთხარი. კარგი პასუხია. როგორ ფიქრობ, აზრს შეიცვლის? რას ნიშნავს მამა ჩემი უფლებას არ მაძლევსო? არ უნდა ნეჯო. მამამ თქვა არაო, ზარალის მეტი არაფერი გვაქვს. ფასი ისე გითხარი რომ გადასახადები არ დამითვლია. ალი ქემალ ძმაო. მეგობარო, ახლა საქმიდან ვეღარ გავალთ, დავიღუპებით. ძმაო, დაელაპარაკე მამაშენს. ან ჩვენ დაველაპარაკებით.
დედა ჩემი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია, სალი. გონია მამა ჩემი მოგისმენთ? 65 ლირაზე თუ თანახმა ხართ, თქვით და მესამე პარტიას გავგზავნით კორეაში. სისულელეებს ნულაპარაკობ. თუ 65-ად უნდა ვიყიდო, რაღა შენგან ვიყიდი, იდიოტო. წესიერად ილაპარაკე? თუ არა რას მიზამ? ასე შუა გზაზე მიტოვება როგორ შეიძლება? რა ხდება? კარგი. სუდა დაამთავრებ გაფრთხილება ალიქემალ. ახლა ალიქემალი გავხდი? ძმები აღარ ვართ? რასაც აკეთებ შენი საქციელი ჩვენს ზმობას შეეფერება? 65-ადაც არ გაძლევ. რას ამბობ ბიჭო? რომ მოხვიდე და მეხვეწო არ მოგცემ. გაეთრიათ, თაღლითებო. გამოდი სალი. სხვა გზებითაც მოვაგვარებთ ამ პრობლემას. რა გზით, აბა თქვი? მიდი. შეეშვი ძმაო. ალიქემალ გაჩუმდი. ნუ აყვები. სად მიდიხარ? უნდა გავისეირნო. ეს როგორ? რას ნიშნავს როგორ? გარეთ გავდივარ მეთქი, ფეხით გავივლი. შეიძლება კლუბში შევიარო. სისულელეს ნულაპარაკობს უფრასთან დაჯექი. ვიხრჩობი, ბენუ. ვიხრჩობი, გაიგე? დიდი და ნაირ კერძებს ვაკეთებ, მინდა რომ შენთან ერთად საღამოს სასიამოვნოდ გავატარო. შენ კი როგორ იქცევი? სისულელეს ნულაპარაკობ, რომელ სასიამოვნო საღამოზე მელაპარაკები, ახლა ამის დროა. გავივლი და დავბრუნდები. ვისატყვევ? სად უნდა გაიარო? ახალი ედე იპოვე არა? იაფასიან ქალებს არ ეშვები. მაპატე, ბენუ. მაპატე. დავით ამანებე. ისან უპასუხე ტელეფონს, უპასუხე. თუ არ მინდა რომ დაქორწინდე, მაინც დაქორწინდები? ყველაფერს გავაკეთებ რომ გადაგაფიქრებინო. თუ ვერ გადამაფიქრებინებ? ვიტყვი როგორც ყოველთვის ჯიუტობს მეთქი, ყურადღებას არ მოგაქცევ. ესე იგი დაქორწინდები. დიახ. ამ კვირის ბოლოს მეგობრებთან ერთად აბანჩი მევდივარ. რატომ? სასეირნოდ. და შენ მანება დაგხტო? მამა შენს კითხეო მითხრა. წავალ არა? არ ვიცი, ნახოთ. მოვედით. ალო, შაჰრაზად. მოხვედით? ხო, ქვემოდგელოდებით. კარგი, ჩამოვდივართ. წამოდი შვილო. დავალება უნდა დავამთავრო. დროზე წავიდეთ, გველოდებიან სირცხვილია, რატომ უნდა ვალოდინოთ? წამოდი. წამოდი. აბა, რას ელოდები? რას ველოდები? წინ შენ ხომ არ იჯდები? როგორ, უკან უნდა გადავჭიდე? დორო, გადადი. ყველა თან ამბობენ, თავს თუ გაუყადრებ, კისერზე წამოგაჭდებაო. გამარჯობა. გამარჯობა. გამარჯობა ქან. ქან შვილო მიესალმე? გამარჯობა. გამარჯობა დურო.
გამარჯობა. მელირება გაგიკეთებია. შუქზე უკეთესად ვნახავ. კარგი. აბა, მზად ვართ? დავედით, ძალიან მშია. ერთი ქვა დამრჩა. ჩათვალეთ რომ გამარჯვებული ვარ. ისევ შენ ვიყოფილ ხარ. რაღაც გიჭირავთ ხელში ეგ დომინო. ჩამოდით და დავამთავროთ თამაში. იხსან, შეიძლება დაგელაპარაკო. მიდით მეგობრებო, მიდით, რას ელოდებით? იხსან, ხომ ხედავ რომ თამაშობ, დამაცადე 2 წუთი. უმერთო ჩემო. ყოველ დღე კი არ გაგიმართლებს მეგობარო. იხსან, მეგობრებო, დომინო დაარიგეთ მალე მოვალ. სად არის ჩემი პასპორტი? რატომ არ არის მზად? არ მკითხოედა. ჩაიშალა ეგ საქმე. რას ნიშნავს ჩაიშალა? როგორ ჩაიშალა? გუშინის ხალხი პოლიციამ დაიჭირა. როგორ? თურმე პოლიცია უთვალთვალებდა. წუხელ რეიდი მოაწყვეს. ყველა დაკავებულია, ციხეში არიან. მერე? გამოდის რომ ჩემი ფოტო ახლა პოლიციას აქვს? ნუ გეშინია. ყველაფერი დააწვეს, როცა მიხვდნენ რომ პოლიცია მათ დაკავებას აპირებდა. მაგდენი ჭკუა ეყოთ. შენი ფოტო პოლიციას არ აქვს. ახლა როგორ მოვიქცე? რა მეშველება? აბა მე რა ვიცი. დაელოდე. რას უნდა დაველოდო ციხიდან როდის გამოვლენ? სხვა გზა არ არის, არ არსებობს. ფული დამიბრუნე. რა ფული? წავიდა ის ფული. წყალმა წაიღო. რას ნიშნავს წავიდა, გაგიჟდი? წავიდა მეთქი, წავიდა. იმ ხალხმა შეჭამა. რა ვქნა? ილოცე რომ შენი ფოტო პოლიციაში არ აღმოჩნდა. მეტი ფული არ მაქვს. სულ ეგ იყო რაც მქონდა. ახლა რა მეშველება? როგორ მოვიქცე? მომეცი ფული. მომეცი მეთქი. ფული მომეცი. ფული გინდა? მაშინ პოლიციაში წადი და იჩივლე. ისან შემთვის ყალბი პასპორტი უნდა დაემზადებინა და ვერ დაამზადაო. ფულით წაიღო თქო. ღმერთმა დაგწყევლოს. დამღუპე. გაჩუმდი. აღარცად გადამეყარო. ჩემთან დარეკვა აღარ გაბედო, თორე მოკლავ, გასაგებია. წადი. რას ნიშნავს პასუხს არ აგებ? ხომ მკითხე, დაგპასუხობ. კითხვა საერთოდ საჭიროა? შენ არ მოიყვანე ის კაცი? ალი ქემალ ევლეაოღლუა თუ ვინც არის? ევლეაოღლუ. ალი ქემალ ევლეაოღლუ, დიდი ბიზნესმენი. ძალიან დიდი. მომისინე მეგობარო. ხუმრობის ხასიათი არ ვარ. რადგან შენ დაუდექი თავდებად. ამიტომ მივეცი ამ ხელა კრედიტი. იმ კაცს $350,000 ბალი აქვს. ძმო, შენ უკეთესად იცი ფული როგორ იშოვო. შენ თავს თავად უნდა მიხედო. რისი გეშინია? იმ კაცს მდიდარი მამა ხავს, დიდი ფაბრიკა აქვს, უზარმაზარი ქონება. გადაიხდეს, ნუ ღელავ. რა თქმა უნდა გადაიხდის, სალი. თავარია არ გაგვიძალიანდეს. გაგვიძალიანდება თუ არა, ეგ არ ვიცი, მაგრამ თავდებში ვერ დაუდგები იცოდე. სახლში არ მიდიხარ? რომ წავიდე, დილამდე ვიჩხუბებთ. მეტი აღარ შემიძლია მერტ. ის კაცი არ ვარ ქალზე რომ ხელი ავწიო. როგორ მოხდა არ ვიცი, უცებ სილა გავაწანი. როგორ მე ძალა უნდა მოიკრიბო, ასე არაფერი გამოვა. ასე. ჯობს გავშორდეთ. მე და ბენუ ერთმანეთს ვერ შევეწყვეთ. ესე იგი აქამდეც მოხვედით. ისედაც სულ ასე ვიყავით. უბრალოდ თავს ვიტყუებდით. მაშინ ჯობია ახლავე დაუსვათ წერტილი. ასე თუ გაგრძელდება, უფრო აწყენინებთ ერთმანეთს.
ტაქსი. ძალიან მოგიხდა მელერება შუქზე უფრო ლამაზი ჩანს. გმადლობთ. სკოლაში ძალიან მოეწონათ. თითქოს სკოლაში კი არა წვეულებაზე მიდიოდეს. ძალიან კარგი. ერთხელ განსხვავებულად რომ გამოიყურებოდე რა მოხდა? ისედაც ამდენი პრობლემაა ჩვენ გარშემო. ახლა ძალიან კარგ ასაკში ხარ. კარგ ასაკში ვარ. თავარი საშუალება მომცენ რომ ამასაკით დავტკბერ. მოდი ამაზე ახლა ნუ ვილაპარაკებთ, დურო. კვირის ბოლოს მეგობრები აბანში მიდიან, მამა წასვლის უფლებას არ მაძლევს. დურო, მე შენ რა გითხარი? ახლა ამის დრო არ არის. ყველა მიდის. არაფერი შეუკვეთოთ? კან რა შეჭამ? კან? არმშია. არა უშავს, სანამ საჭმელს მოიტანე, მოგშვდება. ქოფთე ხომ არ შევუკვეთოთ შენთვის? ჩვენთვისაც. შენ წორ ნეგრემსაც შეუკვეთავ შაჰრაზად. აქ ჩინებულად ამზადებენ. შენას მიირთმევ, დურო. თევზი ხომ არ გინდა? გინდა მე შეგირჩიო. მაგალითად? შნიცელს ხომ არ შეჭამ? კარგი, კარგი არჩევანია, გმადლობ. კარგი. ბენუ, ხო. თავი დამანებე. ცუდად ვარ. უფლება მომეცი რომ შეცდომა გამოვისყიდო. უკვე გაპატიე. ყველაფერი დავივიწყე. არ დაგვიწყებია. სილა გაგაწანი. ამას ასე მალე ვერ დაივიწყებ. დამავიწყდა მეთქი. კარგი, შემეშვი. საყვარელო. მოდი სავახშმოდ გავიდეთ. გამოიცვალე, წავიდეთ. შერი არ ვარ. დაძინება მინდა. ასე ადრე უნდა დაიძინო. ჯერ ძალიან ადრეა. მიდი გამოიცვალე, წავიდეთ. არ მინდა. მინდა შენს ბაგეებზე ღიმილს ხედავდე, ბენუ. რთული პერიოდი გამოვიარეთ, თითქოს ცხოვრება ხელიდან გვეცლება. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. მართალი ხარ. ასე ვერ გაგრძელდება. ღამე მშვიდობისა. ნუ გააღვიძებ, მე ავიყვან. არა, არ არის საჭირო. კან, მოვედით საყვარელო. მოდი. დიდი მადლობა. ძალიან კარგი საღამო იყო. კიდევ გავიმეოროთ. აბანში კარგი დრო გაატარე, დურო. გმადლობ. ჯერ მოიცადე. უფლება არ მომიცია? როგორ? ხომ დამთანხმდი? არაფერიც. მამა გთხოვ? სულ ასე აკეთებ, ჯერ თანხმდები, მერე უარს ამბობ. მეხუმრები? დურო. მაბატია შაჰრაზად. ვიცი ეს ასაკი როგორია, ამ დროს განსაკუთრებულად ჯიუტები არიან. არა უშავს, გაუვლის. მინდა რომ გაუშვა, მაგრამ მაინც თავს ვიკავებ, მეშინია. ნედა. ხოშულა. შედი შვილო, ახლა მე მოვალ. მაპატია, მაგრამ დურო მართალია. თუ ნებას რთავ, გაუშვი. თუ არ აპირებ რომ გაუშვო, მაშინ ნუ ეუბნები. მართალი ხარ. შენისთანა კარგი მამიშვილი ცუც არაფერს გააკეთებს. ენდე შენს გოგოს. გმადლობ შაჰრაზად. ჩემ შვილს ვენდობი, მაგრამ სხვებს არ ვენდობი. კარგი, აღარ შეგაყოვნებ. ქანს მალოდინებ. ღამე მშვიდობისა. ღამე მშვიდობისა. და შენ იცნობ შენს მეგობრებს, რომლებიც შენთან ერთად მოდიან? რა თქმა უნდა. მაშინ კარგი. ეს რას ნიშნავს? წავიდე? ხო. გმადლობ. გმადლობ. კარგი, კარგი. შაჰრაზადს გადავხადე მადლობა, იმიტომ რომ მითხრა ვენდობიო. ძალიან კარგი, უკვე ძალიან შემიყვარდა შაჰრაზადი. კარგი დრო გაატარე, შვილო.
მათემატიკის წიგნი ჩანთაში ჩადემ? ჩავდე. არაფერს მეტყვი? ყოველ ფიზკულტურა მაქვს. სპორტული ტანსაცმელი უნდა წავიღო. კარგი, ამაზე დილით ვილაპარაკოთ. შენ ის მითხარი ამ საღამოს კარგი დრო გაატარე თუ არა? ის არა. ბიძი ენგინს ძალიან უყვარხარ. დურო მოგეწონა? კან, მიპასუხე, მოგეწონა? არ მომეწონა. სად მიდიხარ? წყალი უნდა დავლიო. კან, შვილო, გინდა რომ მაწყენინო? ასე რატომ ელაპარაკები? დურუმ ჩვენთან ერთად უნდა იცხოვროს? არა, დედამისთან იცხოვრებს. მხოლოდ კვირის ბოლოს მოვა ხოლმე. მაშინ კარგი. საყვარელო. ჩახრაზადი ძალიან საყვარელია, მომეწონა. რა თქმა უნდა მოგეწონებოდა. ყველაფერზე გეთანხმებოდა. ეგ რა შუაშია? რომ არ მომწონებოდა, ვიტყოდი არ მომეწონა მეთქი. დიდი ეშმაკი ვინმე ხარ დურო. არ ვიცი რა გიყო. კარგი რა მამა. შვილი ცოტა უხასიათო მომეჩვენა. მგონი არ მოვეწონე. შენ არაფერ შუაში ხარ. ვერ ეგუება რომ დედამისი თხოვდება. ამამ, ისმენ? ექსკურსია 350 ლირა ჯდება. ხომ გითხარი? ხო. ეგ მხოლოდ სასტუმროა. ექსკურსიები და სადილე არ შედის. ანუ? ფულიც აღარ მაქვს. ესე იგი ფული გჭირდება. ჩემი მეგობრები რომ ისეირნებენ, მე სასტუმროში ხომ არ ვიჯდები? 100 ლირა გეყოფა? ეხომრები? მაშინ 150. დანარჩენი დედაშენს გამოართვი. მილირება მართლა მოგიხდა. შაჰრაზადი მართალია. დღეს ეს პირველი გადასხმაა. კარგი, საღამომდე დასრულდება. სიჩქარე შეამცირე. ექიმო, გონს მოდის. ქალბატონო ნადიდე. სად ვარ? საავადმყოფოში ხართ, ქალბატონო. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, გამოჯამრთელებას გისურვებთ. ბატონო ბურხან. ახლავე მოვა. დაუძახით. ბატონო ბურხან, ბატონო ბურხან. ჩამძინებია. კარგად ვარ. უნდა გაგახაროთ. ქალბატონი ნადიდე გონს მოვიდა. რა? მადლობა უფალს. მადლობა. შეიძლება შევიდე. რა თქმა უნდა, ოღონდ გთხოვთ პირბადე გაიკეთეთ. კარგი. კარგი. უგეთხართ, მაგრამ ძალიან ნუ გადაიღლებით, კარგი? კარგი. მადლობა უფალს. შენი თავი დამიბრუნა. ზედმეტად არ გადაღალოთ. რამდენი დღეა ცუდად ვარ? 2 დღე აგძინავს. დიდი დროა. სულ აქ იყავი? აბა რა უნდა მექნა? დაიღლებოდი. ახლა დაღლილობას ვერც კი ვგრძნობ. ჩიტებით მსუბუქად ვარ. ქვეყანა ჩემი მგონია. აქ ნუ დაკიდებ ფაიდარ, შიგნით შეიტანე. კარგი, შიგნით შევიტან. კარგი. ისმენ ფიუსონ. უნდა გაგახარო. დედა გონს მოვიდა. რა? როდის? ახლა ხან. მამა ამასთან. მე და განი საავადმყოფოში მივდივართ. იქ შევხვდეთ. კარგი, მეც ახლა წამოვალ.
დედა გონს მოსულა. გილოცავთ ალი ქემალ. შენ აქაურ საქმეებს მიხედე, მე საავადმყოფოში უნდა წავიდე. მოკითხვა გადაეცით. ბატონო ალი ქემალ. გამარჯობა. გამარჯობა. მგონი ვერ მიცანი. გიცანით. მოხდა რამე? დიახ. მცირე ვალი გაქვთ. $300,000-მდე. კარგი. გადავიხდი. მხოლოდ დაპირებით არაფერი გამოვა ბატონო ალი ქემალ. უნდა გადაიხადოთ. უნდა წავიდე მეჩქარება. მერე დაგირეკავთ. სირცხვილია. კრედიტი მოგეცით, იმღელა თანხა გასესხეთ. ახლა კი ისე გამირბიხარ თითქოს თქვენი მტერი ვიყო. არ გეკადრებათ, ალი ქემალ ევლიაოღლუ. დედა ჩემი საავადმყოფოშია და ამიტომ. თორემ ვალს არ გაურბივარ. კარგი. როდის გადაგვიხდით? ახლა ცოტა მიჭერს. თქვენ გიჭირთ? ხომ იცით კრიზისია. ბაზარზე ფოთოლიც კი არ იწვრეს. ეს მაღაზიები ვისია? ამ ქონების პატრონი ვინაა? როგორც გავიგე, ნახევარი თქვენია. მერე მხოლოდ მცირე ნაწილი. მისმინე. თუ გიჭირს, უნდა გაყიდო. უნდა გაყიდო და ვალი გადაიხადო ალი ქემალ. კაზინოში წაგებული ფული სხვა ვალს არ გავს, გასაგებია? გასაგებია თუ არა? გასაგებია. ნახომდის ზურფასო. ხომ კარგად ხარ? კარგად ვარ. დღეს რა საპირებ? ჰოლდინგში წამოდი. ნახოთ. კარგი. წარმატებას გისურვებ. ნახომდის. ნახვამდის. გამარჯობა. ბენუ ინჯეოღლუ ვარ. დღეს გცალიათ? კარგი. გმადლობთ. დიდი მადლობა. არაფერს კალბატონო ხალიდე. ნახვამდის. გამარჯობა. ეს პროცედურები დავასრულე. შეგიძლიათ ბუღალტერს გადასცეთ. კარგი, დიდი მადლობა. მუჰარემ ნოკიასთან თანამშრომლობას ვაგრძელებთ. ბინიაფისთან შეხვედრას ითხოვენ. ძალიან კარგი ინფორმაცია. მუჰარემ ნოკია ვინ არის? ბოსნიაში თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარე. შტამბეჭდავი პიროვნება. დიახ. სახელმწიფო ტენდერების ნახევარს ნოკიას კომპანია იღებს. ჩვენთან შეხვედრა უნდათ, ბატონო ონურ. მართლაც კარგი ინფორმაციაა. კრიზისმა ბოსნია დიდად არ დააზარალა. ო. პირიქით, მეტი ინვესტიცია განახორციელეს. დილამშვიდობის. დილამშვიდობის. გამარჯობა. აპოტიეთ დამაგვიანდა. არა უშავს. ბატონო ჰალუქ, ნოკიას შეხვედრაზე შეუთანხმდით. მოგვიანებით გაცნობებთ, რომელი ჩვენგანი წავა შეხვედრაზე. კარგი. ნახვამდის. სად ვაპირებთ წასვლას? ბოსნიაში. ონურ, არის რამე ახალი? კი. შენ თუ წახვალ უკეთესი იქნება, ქერემ. ახლა წასვლა არ შემიძლია. ხომ იცი, მეც უამრავი საქმე მაქვს. მეც ბევრი შეხვედრა მაქვს დაგეგმილი. ყველა ძალზე მნიშვნელოვანია. მე რომ წავიდე? შენ? ო. მესმის რომ არ მენდობით, მაგრამ არა, ნდობა არაფერ შუაშია ვურაქ. აქ გამოცდილებაა მთავარი. ასე ერთ ადგილას ყოფნით გამოცდილებას ვერ მიიღებ. მართალი ხარ, შენ წადი. გონი კარგი აზრია. მობრძანდით.
ცოტა ადრე მოვედი. ბატონი ნანი გელოდებათ, მომბრძანდით. გმადლობთ. Buyurun. შებრძანდით. დიდი მადლობა. გამარჯობა. გამარჯობა. რას ინებებთ, ყავა, ჩაი? არ მინდა გმადლობთ. კარგი. მაშინ მე წავალ, უნდა მოემზადო. მომართლა, ხვალისთვის ბოსნიაში გასამგზავრებლად ბილეთი მიყიდეთ. სასტუმროს ნომერიც უნდა დავჯავშნო. იქ თათბირი უნდა ჩავატარო, ამის მიხედვით შევარჩიოთ სასტუმრო. გასაგებია. დიდი მადლობა. როგორც ხედავ, საქმოსნობა თავდაჯერებული ნაბიჯებით დაიწყე ბურაკ. სხვა გზა არ მაქვს. თუ არ გავისარჯე, ბინიაფის კრიზისისგან ვერ ვიხსნით. რა თქმა უნდა, ღვთისწყალობით შემყავხარ. გეհარგი. წავედი, ნახვამდის. კეთილი მგზავრობა. უჰარემ ნოკიას აუცილებლად გადაეცი, რომ ჩვენთანაც ველოდებით. კარგი, ტელეფონი სულ ჩართული მექნება. როცა აქ არ ვიქნები, ბინიაფისში თუ რაიმე პრობლემა გექნებათ, მაშინ მე წადი. გეყოფა. ნუ სულელობ. ინებეთ თვითმფრინავის ბილეთი. რომელზეა? 6-ზე. მადლობთ. ბატონო ნურსალია, დიახ, ერთი წუთით. Tuğrul Bey. ბატონ თუღრულს თქვენი ნახვა უნდა. შემოვიდეს. Buyurun. მომბრძანდით. გამარჯობა. გამარჯობა, მობრძანდით. გამარჯობა. ახალი ალბათ არაფერია. არის. ყალბი პასპორტის გაკეთება სადა, მაგრამ დამნაშავეების ჯგუფი დააკავეს და პასპორტი ვეღარ აიღო. ესე იგი ისევ აქაა. დიახ. მაგრამ ბოლომდე უნდა მივიმწყლიოთ კუთხეში. ეს რას ნიშნავს? დღეს მისი ფოტოები პრესაში გავავრცელეთ. ვიცით რომ ბატონი ქერემის სახელი არსად არ უნდა გამოჩნდეს. ნუ ღელავთ. მაგრამ როცა დააკავებთ, მაინც გამჟღავნდება. ასეთი ადამიანის თავისუფლად ყოფნა ძალიან სახიფათოა. მართალია. დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე დააკავებთ. ქალბატონო ბენუ, თქვენს გადაწყვეტილებაში დიახ, გადაწყვეტილება საბოლოოა, მაგრამ გთხოვთ დააჩქაროთ. ამაზე ნუ იდარდებთ, იმაზე სწრაფად იქნება, ვიდრე წარმოგიზგენიათ. გმადლობთ. ნახვამდის. ნახვამდის. ტაქსი. შენი თაღფრთოვანებული ვარ. როგორ დაარწმუნა ეს კაცი, რომ ასეთი საშინელი ხის დაფები არ უნდა გააკეთოს? რატომღაც ამასაკის კაცები ხშირად აკეთებენ ასეთ არჩევანს. ალბათ ძველი ფილმების გავლენით. შაჰრაზად, ერთი წუთი შეიძლება. ქალბატონ ემელს უნდა შენი გაცნობა. გამარჯობა, სასიამოვნოა. ძალიან გამიხარდა თქვენი გაცნობა. ჯერ ახალგაზრდა ხართ და უკვე სახელგანთქმული. რას ამბობთ? ფეხზე რატომ გახართ დაბრძანდით? თავმდაბლობა საჭირო არ არის. თქვენით მართლა აღფრთოვანებული ვარ, ქალბატონო შაჰრაზად. რას ბრძანებთ? აქ იმიტომ მოვედი, რომ ჩემს სატელევიზიო გადაცემაში მიგიწვიოთ. რა გადაცემაა? კარიერული წინსვლა. იქნებ ნანახიც გაქვთ. დიახ, რამდენჯერმე ვუყურე. საინტერესო გადაცემაა. გმადლობთ. თუ მობრძანდებით, მოხარული ვიქნები. ხომ მოხვალთ? დიახ. მართლა? ძალიან გამიხარდა. მე და ბატონი ენგინი ვშიშობდით, რომ უარს გვეტყოდით. უარი რატომ უნდა მეთქვა, ჩემი პროფესიის შესახებ უნდა ვისაუბრო. ძალიან გამახარეთ. ყველა თქვენსავით რომ ფიქრობდეს. მოკაცრავად. გისმენთ? ემელ, დიახ. როგორ ხარ? საერთოდ აღარ მირეკავ. ახლა თათბირზე ვარ. ესე იგი, ჩემზე უფრო მნიშვნელოვანია. ეგ არ მithქვამს.
კარგი აღარ მოგასცენ, ამ საღამოს ერთად ხომ არ დაგველია? საღამოს? ო, 5 საათისთვის. საღამოს სახლში უნდა ვიყო. რუბში შევხვდეთ. კარგი. მაპატეთ. თქვენი ნებართვით დაგტოვებთ. ისედაც დიდი დრო წაგართვით. რას ამბობთ? კიდევ გელოდებით? ჩემი ასისტენტი დაგიკავშირდებათ. კარგი. მიხარია რომ გაგიცანით. გმადლობთ. საიდან მომნახა? მე რატომ გავახსენდი რამე ხომ არ უთქვამს? თურმე დიდი ხანია გაგვირდება. ვაშენბეგრაც ჰალით ბუნას ჯილდო აიღე. მითხრა წარმატებული და თანაც ლამაზი ხალი მჭირდებაო. მართლა? ამ საღამოს ხომ მოხვალთ? ო, მაგრამ რა, ქან ისევ პრობლემას ქმნის? არა, უბრალოდ. ხო, უარი არ მითხრა შაჰრაზად. საღამოს მოუთმენლად ველი. არა მობრძანდით. შენი შეწუხება არ მინდოდა, მაგრამ მართლა ძალიან მომენატრე. მეც. მახშამზე გვეწვიეთ. კარგი. შენ ნურაფერს გააკეთებ, არ იწველო. რას ამბობთ, რა წვალება? გელოდებით. მოგრძანდი. გამარჯობა, დავაგვიანე. არა, მეც ახლა ხან მოვედი. ეს კონიაკია? ერთი მეც მინდა. ოთახში დალია, წავიდეთ. ასე რატომ ვჩქარობთ? უკაცრავად, რა თქმა უნდა, გიჩქარებათ. საღამოს სახლში უნდა იყოთ. ჩემთვის გამოყოფილი დრო შეზღუდულია. რა კარგი იყო შენობით რომ საუბრობდით. ახლა ჩვენ და თქვენ გავხდით. მგონი თქვენთვის ასე აჯობებს. რაც არ უნდა იყოს, მხოლოდ სექსი გვაქვს. რა გინდა, რა გაწუხებს? შენ რა გინდა? თუ დღუნებაზე ხარ, სხვა დრო შევხვდეთ. შენგან სიყვარულს არ ვითხოვ ონურ. არც ის მithქვამს მომავლის გეგმები ერთად დავაწყოთ მეთქი. უბრალოდ მომეწონა ეს არის და ეს. მაგრამ შენ ისე მეკცევი, როგორც კახბას. ყოველ დაზახებაზე სირვილით მორბი ხარ. როგორც ჩანს, ეს დიდად არ გაწუხებს. შენი აზრით ასე მხოლოდ მეძავი იქცევა? სამწუხაროა. ემელ, დაჯექი, დამშვიდდი. საწოდავ დღეში ხარ. სიტყვებს დაუგვირდი. არ დაგავიწყდეს ვისი ლაპარაკები. იმ კაცს ლაპარაკები, რომელიც ქალებს მტრებივით ექცევა, რომელმაც დაიმსახურა, რომ ცოლს მიეტოვებინა. ჩემ თავს ნუ ახსენებ. იცი, ძალიან მოინტერესებს. როგორ გიძლებდა ცოლი? შეგიძლია, როცა მოგინდება და მირეკო. მაგრამ არ გეგონოს, რომ ისევ სირბილით გამოვიქცევი. ეს რას ნიშნავს? აბანჩი მიდიხარ? ხომ გითხარი არ წახვალ მეთქი? შენ მითხარი მამაშენს კითხეო ხო და მან ნება მომცა. ნუ გადამრიე. ამას მარტო მამაშენი ვერ გადაწყვეტს. რატომ ჩემი მამა არ არის? მატყუებ. მამა წასვლის უფლებას არ მოგცემდა. დაურეკე და კითხე. ვერ წახვალ. წავალ. ძალიან გათავხედდი. გაწუხებ დედა. ხო. მაშინ საცხოვრებლად მამასთან გადავალ. შაჰრაზად შენზე მეტად ესმის ჩემი. მათთან ვიცხოვრობ, ყველა უფრო ბედნიერი ვიქნებით. რას ნიშნავს მათთან იცხოვრებ? რომ დაქორწინდებიან. ანუ ძალიან მალე. რა თქმა უნდა. ბევრი ქალი მინახავს, რომელზეც მამა შენი აპირებდა დაქორწინებას. მე არ მინახავს. პირველად დამპატიჟა ქალთან ერთად სადილზე. ამჯერად ყველაფერი სერიოზულადაა. რა სადილი? გეგონა მარტო მე და მამას უნდა გვესადილა? ეს ოჯახურ სადილს გავდა დედიკო. მამა, შაჰრაზადი, შაჰრაზადის ვაჟი და მე. ყველამ ერთად ვისადილეთ. ერთი ოჯახი ვიქნებით.
მხოლოდ შიდა ნაწილი ერთ წელს გაგრძელდა, ვიფიქრე, არასოდეს დასრულდება მეთქი. მაგრამ ძალიან ლამაზია. სწავლებად ღირდა. გმადლობთ. მაგრამ თუ სრული გექნება, შეგვიძლია რამე შევცვალოთ. არ ვიცი, შეიძლება. რაღაც მაქვს, რაც კანს დაინტერესებს. აბა ვნახოთ თუ მოეწონება. პიცა უნდა შევუკვეთო, შენც გინდა? რა დიდია, შენ გააკეთე? დიახ, ერთი თვე დამჭირდა. დაფრინავს? რა თქმა უნდა, თვითმფრინავია. შვილო კან, თავი დაანებე და სუფრასთან დაჯექი. შაჰრაზად, თავი დაანებე. როცა მოუნდება, მაშინ მოვიდეს. ენგინ? რა ხდება? დურუს აბანში წასვლის ნება რატომ მიეცი? ბეიზა, შეგეძლო ტელეფონით დაგერეკა. კან, წამოდე ხელები დავებანოთ. არ არის საჭირო შაჰრაზად, ბეიზა უკვე მიდის. არსად არ მივდივარ? ჯერ ამ საკითხზე ვისაუბროთ. მაშინ ოთახში შევიდეთ. არა. მომისმინე, რის მიღწევას ვცდილობ? შენ რა საკეთებ? რაზეც მე უარი ვუთხარი იმას, რატომ დაეთანხმე? უარი არ გითხოვს ბეიზა, როგორც ყოველთვის უთხარი მამაშენს კითხეო. ხო, რადგან მეგონა ნებას არ მისცემდი. ამჯერად მივეცი. რადგან დურ უკვე გაიზარდა. ჯიბეში ფულის ჩადება მამობის გაწევას არ ნიშნავს. დურუს ყველა პრობლემის მოგვარებაზე მე ვზრუნავ. ყოველ დღე ახალ პრობლემას მიქმნის. ბეიზა, ახლა ამაზე ლაპარაკის დრო არ არის, სხვა დროს ვისაუბროთ. ამასობაში დამშვიდდები. გასაგებია, გინდა რომ წავიდე? სტუმარი მყავს. ხედავ ძვირფასო? ასეთი სტუმრები მანამდეც ყოლია. გთხოვ წადი. ყოველთვის ასე იქცეოდი. რას ვაკეთებ? რა პრობლემები მაქვს, არ გაინტერესებს. ბეიზა საკმარისია, ხვალ ვილაპარაკოთ, გთხოვ. ფილმი გახმოვანებულია სამაუწყებლო კომპანია რუსთავი